სტუდიაში ჩვენთან ერთად უკვე იმყოფება ალექსანდრე გოგინავა, კლინიკა გლობალ მედის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი და ქეთევან კობაიძე, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკიდან უერთდება ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელ გადაცემას, სადაც საუბარს ვაგრძელებთ სეზონურ რესპირაციულ ინფექციებზე, გრიპზე, COVID-19-ზე და რესპირაციულ სინციტიურ ვირუსზე, მათი გავრცელების სიმპტომების, პრევენციისა და დამტკიცებული ვაქცინების შესახებ და რაც მთავარია რჩევები და რეკომენდაციები ჩვენს მაყურებლებს თუ როგორ უნდა შეძლონ და შევძლოთ მაქსიმალურად დავიცვათ თავი მომრავლებული სეზონური და არასეზონური ვირუსებისაგან. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჯანდაცვის სტანდარტში. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან, მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მინი. მადლობა. მადლობა. მეგობრებო, ჯანდაცვის სტანდარტში სტუმრობისთვის პატივია. დღეს და ეს თვეები მოგესალმებათ ჩემზე უკეთესად ორივე რესპონდენტს რო არის რესპირაციული ინფექციების სეზონი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც და ამ თემაზე გვინდა დღევანდელი ჯანდაცვის სტანდარტში ვისაუბროთ და პირველად ვიწყებთ რა თქმა უნდა მცირე ციფრობრივი მონაცემებით მიუხედავად იმისა რომ ჩემს პროლოგში იყო მე მხოლოდ თქვენს კლინიკებზე დავკონცენტრირდები რამდენად მოიმატა მიმართვიანობამ ამ სამი მთავარი ინფექციური რესპირაციული ინფექციით როგორც არის პირველ რიგში გრიპი, კოვიდი ისევ ტრიალებს, ანუ კორონავირუსული ინფექცია ისევ ტრიალებს და ასევე RSV-ს, რასაც ვეძახით, ანუ რესპირაციულ სინციტიური ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობა. დავიწყოთ ამერიკის სტუმრით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რა ხდება ქალბატონო ქეთევან ემორის კლინიკაში? მადლობა ამირან, სასიამოვნოა რომ გინახულეთ შორიდან და მოკლედ გეტყვით რომ მე ვმუშაობ ემორის სამამტყოფოს მიდთაუნის სამამტყოფოში. ქეთევან კობაიძემ 1982 წელს წითელი დიპლომი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1988 წელს პროფესორ მიშა ნანაზაშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ასპირანტურა გაიარა იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის განყოფილებაში პროფესორ ლადო ბახუტაშვილის ხელმძღვანელობით სამედიცინო საქმიანობა დაიწყო უბნის ექიმად თბილისის მე-13 პოლიკლინიკაში, შემდეგ მუშაობდა ფასანაურის საავადმყოფოსა და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. 1995-96 წლებში თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან დიფტერიის ეპიდემიის პროგრამის ფარგლებში, ხოლო 1996-2001 წლებში ატლანტის CDC-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მეცნიერულ თანამდებობაზე. ექიმა კობაიძემ გაიარა კლინიკური რეზიდენტურა საოჯახო და შინაგან მედიცინაში და ორჯერ 2006 და 2016 წლებში მიიღო ამერიკის შიდა მედიცინის საბჭოს სერტიფიკატი. 2006 წლიდან ის მუშაობს ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ბაზაზე არსებულ 500 საწოლიან საავადმყოფოში, ხოლო 2019 წლიდან ხელმძღვანელობს ჰოსპიტალური მედიცინის განყოფილებას IIHMA საავადმყოფოში ატლანტაში. 2024 წელს ქეთევან კობაიძეს მიენიჭა ტიტული კლინიკური საქმიანობისთვის, ხოლო 2025 წლის სექტემბერში პროფესორის აკადემიური წოდება. იგი სამჯერ დაჯილდოვდა Golden Apple-ის პრემიით, როგორც საუკეთესო მენტორი. პროფესორი კობაიძე აქტიურად მონაწილეობს სამედიცინო კვლევებსა და პროფესიულ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი იმუნოლოგიისა და შიდა მედიცინის მიმართულებით და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კლინიკური განათლებისა და ჰოსპიტალური მედიცინის განვითარებაში. უნდა გითხრათ რა ეხლა ამ ბოლო ორი კვირა მოიმატა სწრაფად, მაგრამ მოიმატა უფრო გრიპმა. თითქმის გაორმაგდა გრიპის რაოდენობა და კოვიდის რაოდენობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო. რასაც ჩვენ ველოდებოდით, ის ხდება. მატულობს რესპირატორული და არ არის საკვირველი, ხო, ეს ზამთარი მოდის, სიცივეა და ეს ვირუსები ყოველთვის აქტიურდება. ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ გრიპზე, COVID-19-ზე და რესპირატორულ სინციტიურ ვირუსებზე, აი ამ ყურადღების მიქცევა და სტატისტიკა ძირითადად აი ამ სამ ვირუსულ ინფექციაზე მოხდის. ხაკეთ რა ამბებია ბატონო ალექსანდრე? ბატონო, მოგახსენებთ, ოქტომბრის თვიდან შედარებით მეტია რესპირაციული ინფექციების წილი და თქვა რეალურად
ნაწილის დიაგნოსტირება ხდება და ვიცით, თქვა, გამომწვევი, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ კლინიკაში და როგორც ვიცით, საქართველოშიც გრიპის შემთხვევა ჯერ ესე თქვა, დაფიქსირებული არ არის. არის COVID-ის შემთხვევები, COVID-19-ით გამოწვეული, ასე თქვა, დაავადების შემთხვევები და განსაკუთრებით აღნიშნავ რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს, იმიტომ რომ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების დაახლოებით 90%, ვისაც ეს რესპირატორული ინფექციები აქვს, ძირითადად არიან რისკ ჯგუფის წარმომადგენლები. რა შეეხება რესპირაციულ სინციტიურ ვირუსს, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენ კლინიკაში და ძალიან ბევრ კლინიკაში რუტინულად არ ხდება ტესტირება, რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ დიაგნოსტიკაც არ არის სრულყოფილი და თქვა სტატისტიკაც რეალურად შეიძლება ჩვენ ქვეყანაში სრულფასოვანი არ გქონდეს ამ კუთხით. ალექსანდრე გოგინავამ 2004-2011 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სპეციალობით სამკურნალო საქმე, რის შემდეგაც მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი. 2011-2014 წლებში უნივერსიტეტშივე გაიარა რეზიდენტურა ინფექციურ სნეულებებში. 2016 წელს მონაწილეობდა საფრანგეთის საზაფხულო სკოლაში, ხოლო 2019 წელს კლინიკურ სტაჟირებას გადიოდა დიდ ბრიტანეთში. 2014-2021 წლებში მუშაობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ექიმ ინფექციონისტად. 2016 წლიდან არის მოწვეული ექიმი თბილისის გულის ცენტრში, ხოლო 2020 წლიდან კარდიოლოგიურ კლინიკა გულიში. 2020-2023 წლებში მოღვაწეობდა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში. 2020-2022 წლებში შეპესე პირველ სამედიცინო ცენტრში, ხოლო 2021-2023 წლებში თოდუას კლინიკაში ექიმ ინფექციონისტად. 2022 წლიდან ალექსანდრე გოგინავა ხელმძღვანელობს ინფექციურ განყოფილებას კლინიკა Global Med-ში. იგი აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში. ალექსანდრე გოგინავა არის საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური საბჭოს და კლინიკური გაიდლაინების ეროვნული საბჭოს წევრი. კარგი იქნება თუ ეს ასე თქვა განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც რესპირატორული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს და ვიცით, რომ თქვა გვიან შემოდგომაში და ზამთარში უკვე გრიპის შემთხვევებიც გვექნება საქართველოში და აი ამ პერიოდში თუ მოხდება სრულფასოვანი დიაგნოსტიკა აი ამ სამი მძიმე რესპირაციული ინფექციის, იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ როგორც აღინიშნა, ეს სამი ინფექცია არის ყველაზე უფრო მძიმე რესპირაციული ინფექცია, რომ მათ ახასიათებთ განსაკუთრებით მაღალი სიხშირით ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება, თქვა ბრონქიოლიტები, პნევმონიები და ფილტვგარე გამოვლინებებიც, თქვა გრიპი. გრიპს უნდა ველოდოთ ჩვენთან გამოჩნდება ძირითადად ნოემბერში ყოლდა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არის მატების ტენდენცია, ეს კიდევ უფრო ასე თქვა მოიმატებს შემთხვევები გვიან შემოდგომაზე და ზამთარში და კარგი იქნება თუ ქართული კლინიკები. აცრილები არიან ვინ შემოდიან? უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არა და ძალიან ახლაც ზუსტად ეს მომენტია, რომ კარგია თუ ადამიანები აიცრებიან, ჩაიტარებენ ვაქცინაციას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომია და კარგი იქნება, ბევრი ადამიანი აიცრება და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ ის ადამიანები, ვინც არიან რისკ ჯგუფში. მადლობა. ორივესთან მექნება ჩვენი შემდეგი კითხვა. ამ შემთხვევაში უკვე მზაობაზე, როგორც კლინიკების, ასევე ქვეყნები. რამდენად მზად არიან როგორც პანდემიური და ეპიდემიური კუთხით რესპირაციული ინფექციებისა და როგორ არიან გადამზადებულები აი ამ შემოდგომა ზამთრის პერიოდისთვის საქართველოში და მათ შორის ქალბატონ ქეთევან შტატების სიტუაციაც საინტერესო არის ჩვენი მაყურებლებისთვის. ჩვენ როგორ ვემზადებით? იწყება მომზადება აგვისტოს ბოლოს, ნინი. აგვისტოს ბოლოს უკვე გამოდის ინფორმაცია, რომ უნდა მოვემზადოთ რესპირატორული ინფექციებისათვის და ზამთრის surge, რასაც ასე ეძახიან აქ. და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ვინც მუშაობს ავადმყოფთან, საავადმყოფოში უნდა გაიაროს ისეთი მოდულია, შეკითხვების მოდული, რომელიც უნდა უპასუხო ყველამ, რომ ავადმყოფი იყოს დაცული. ერთ-ერთი პუნქტი, რომ შენ ეს გაიარე და სერტიფიკატი მიიღე, რომ გაქვს უფლება იმუშაო ავადმყოფთან, არის ის, რომ უნდა იყო ვაქცინირებული გრიპის წინააღმდეგ. და ეს აცრა უნდა მოხდეს ნოემბრის ბოლომდე. ვინც ამას არ აკეთებს, მაშინ
მაშინ ის ან კარგავს სამსახურს, ან კიდე უნდა დაასაბუთოს, რატომ არ იცრება. არის ხალხი, რომელსაც არ შეუძლია აცრა. ხოლმე შეიძლება ცუდი რეაქცია ჰქონდა, გიომბარი ან სერიოზული ნევროლოგიური გართულება მოხდა ვაქცინაზე. უნდა დაასაბუთო, რატომ არ იცრებ, ისე რომ მე რაღაც არ ვგრძნობ თავს კარგად აცრაზე, ეს არ ჭრეს. ეს არის ერთ-ერთი პირველი. მეორე, გარდა იმისა, რომ აცრა უნდა გავაკეთოთ და მოვემზადოთ ფიზიოლოგიურად მაგისთვის, ავადმყოფების შემოსვლა ხდება დიდი რაოდენობით, რაც იწვევს ეს სტრუქტურის შეცვლას. ასე რომ ის მარტო არ არის, რომ შენ უნდა აიცრა, ასევე უნდა გაითვალისწინო რა რაოდენობის ხალხს უნდა მოემსახურო და ავადმყოფებს, ხო? ეს არის ასევე დაკავშირებული რამდენი ლაბორატორიის დახმარება გჭირდება, რამდენი კომპიუტერული ტომოგრაფია გჭირდება, X-ray გჭირდება, გჭირდება კიდე რაღაცა პულმონოლოგის დახმარება, ქირურგების დახმარება, მარტო გრიპი ხო არ არის, არა შემოდიან აპენდიციტი, ქოლეცისტიტით. ასე რომ ეს არის დაკავშირებული მთელ სტრუქტურის მომზადებასთან. და ეს უკვე გამოცხადებულია ჩვენ სამონტყოფოში და ჩვენც ესე ვემზადებით და ვატყობთ უკვე რომ მიღება უფრო მატულობს. მადლობა. რა ხდება აქ მაგრამ მithumetes რომ საქართველოში განსაკუთრებით შტატებთან შედარებით მაჩვენებელი აცრების უფრო დაბალი არის. კი, სამწუხაროდ და ერთ რამის აღნიშნავ რომ COVID-19 პანდემიის შემდეგ, რა თქმა უნდა, რესპირაციულ ინფექციაზე კიდევ უფრო მეტად ვახულდება ყურადღება და ჩვენც აი ამ ასე ვთქვათ, სიახლეებს ფეხი უნდა აუწყოთ და მნიშვნელოვანია რომ მზად ვიყოთ, იმიტომ რომ ყოველ წელს განსაკუთრებით ზამთრის სეზონში, როგორც აღნიშნეთ, რესპირატორული ინფექციების რაოდენობა იმატებს. ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა იყოს თავარი რაც არის, უნდა მოხდეს ვაქცინაცია მედიცინის მუშაკების, იმიტომ რომ ეს გახლავთ ასე ვთქვათ, მაღალი რისკის პროფესია და უფრო უნდა მოიმატოს პროცენტმა, იმიტომ რომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია წინა წლების მაჩვენებლებს თუ გადახვე, საკმაოდ დაბალია ვაქცინაციით მოცვა მედ პერსონალში, რასაც აქვს მაღალი რისკები, იმიტომ რომ ძალიან საშიშია შიდა გავრცელება ინფექციის ჰოსპიტალებში და თუ თქვა ვაქცინას პრობლემა ხო არ გაქვთ ახლა რიგდა როგორც ვაქცინა არის, კი ბატონო, ხელმისაწვდომია და აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ მედპერსონალი აიცნას. ეს ერთი. მეორე, მარტო ექიმები არა, აი ამაში. ზოგადად მედპერსონალი, საშუალო დაბალი მედპერსონალი და ყველა ეს ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ, საავადმყოფოებში მუშაობს და მოღვაწეობს. გარდა ვაქცინაციისა, მნიშვნელოვანია ასევე სხვა რეკომენდაციების დაცვა და ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის კონტროლის სამსახურების არსებობა კლინიკებში და გაძლიერება ამ სამსახურების. გამოსავალზე, როდესაც ვსაუბრობთ ამ მაჩვენებლების შემცირებაზე. რა უნდა იყოს პრიორიტეტი ჯანდაცვის პოლიტიკის დონეზე? ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ განვიხილოთ? ახალი ვაქცინების განვითარება და შექმნა, არ ვიცი, შეიძლება აქ იყოს დაავადებათა ადრეული გამოვლენა თუ სხვა მიმართულებით. საქართველოში რა შეგვიძლია რომ ამ თემაზე ვისაუბროთ? კი ბატონო, კომპლექსურია ეს პრობლემა, ერთი გადაწყვეტა ამ პრობლემის არ არსებობს, ალბათ ყველაფერი ერთად. ანუ მნიშვნელოვანია პირველი ის, რომ ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინები, ეს ერთი. მეორე, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ თავარი სათქმელი, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი პირობა იმისი, რომ ვიყოთ დაცულები მძიმე რესპირაციული ინფექციებისგან, ეს არის თქვათ გრიპი თუ რესპირაციული სინციტიური ვირუსი. მეორე, მესამე, უნდა იყოს გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ასე ვთქვათ უსაფრთხო ვაქცინაციას მთელს ქვეყანაში. უნდა იყოს უწყვეტი განათლება, რომ ჩვენ მივიტანოთ ეს სათქმელი მოსახლეობასთან როგორ პირველადი ჯანდაცვის გოლის საშუალებით. ხო, ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი კონტაქტი პაციენტებთან აქვს პირველადი ჯანდაცვის გოლის ექიმებს. ამიტომ პირველ რიგში ეს ინფორმაცია უნდა იყოს გაზიარებული პირველადი ჯანდაცვის გოლის ექიმებთან, რომლებიც შემდეგ აუხსნიან მათ ბენეფიციარებს, ამ ყველაფრის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და შესაბამისად ეს მოგცემს ჩვენ იმ საბოლოო შედეგს, რომ გაიზრდება ვაქცინაციით მოცვა. ხო, ეს არის ესეთი შრომატევადი ასე თქვა საქმეა საკმაოდ და დიდ ძალისხმევას მოინდობს და მოითხოვს და აუცილებელია ჩართულობა როგორც სამედიცინო სისტემის, ასევე მედიის და ასევე რა თქმა უნდა აუცილებელია სახელმწიფოს ნება და სწორი დაბიჯება. მადლობა ალექსანდრე. კეთინო, ამ ასთან დაკავშირებით შემდეგი კითხვა გვაქვს ორივესთან, თუ შეიძლება მოკლედ რომ გითხრათ, რესპირაციული ინფექციების ამ სეზონის დროს
რამდენად მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების ხშირად ხმარება და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ეს უზარმაზარი პრობლემა, რომელზეც ჩვენ ცალკე გადაცემაც გქონდა ერთხელ, მაგრამ კიდევ ვაპირებთ ამაზე. რა მდგომარეობაა ამ მხრივ შტატებში და იგივე თქვენი კლინიკის მაგალითზე შორს რო არ წავიდეთ ახლა. კეთილ. მაგაზე მოკლედ გიპასუხებთ ამირან, რომ უზარმაზარი პრობლემა არის და გრძელდება ანტიბიოტიკის ზედმეტად გამოყენება. ამიტომ ამანტყოფი რო შემოდის, კარგად უნდა დაესვას დიაგნოზი. თუ ამანტყოფს აქვს ბაქტერიული პნევმონია, ან კიდე თუ არის ვირუსმა შეიძლება გაართულოს, ხო სუპერინფლუენზა ინფექცია გააკეთოს. ყურადღება უნდა მიაქციო ამანტყოფის კლინიკურ მდგომარეობას, თბილობრივად თუ ფიქრობ, რომ იქ შეიძლება იყოს ბაქტერიული პნევმონია, უნდა დაიწყო ანტიბიოტიკი. მაგრამ ვირუსულს ეტიოლოგიურად ანტიბიოტიკი არაფერს არ შველის. ამიტომ ჩვენ ანტიბიოტიკს არ ვხმარობთ კოვიდის დროს, ვირუსული დაავადების დროს, თუ არ არის რაღაცა სერიოზული დაავადებაზე, ბაქტერიულ დაავადებაზე ეჭვი. აი ამას ვიტყვი, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. თვითონ რეზისტენტობა როგორია თქვენი კლინიკის მაგალითზე? რეზისტენტობა ძალიან იცვლება და მე ვიმუშავე მაგაზე და გავაკეთე იმაზე კარბაპენემის რეზისტენტობაზე, კლეფსიელაზე კვლევა M2-ში. არ არის ძალიან დიდი პროცენტი მადლობა ღმერთს, მაგრამ გვაქვს. ამიტომ მთელი ჯგუფი მუშაობს სტიუარტშიპი ინფექციონისტების, რომ ანტიბიოტიკი ზედმეტად არ იყოს გამოყენებული. არის ანტიბიოტიკი, რომელიც შეზღუდულია და მართლა ინფექციონის შეუძლია. ალექსანდრე, თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? თქვენი კლინიკის ამ საერთოდ მაგალითი ნიშნა რა გლობალური პრობლემა ანტიბიოტიკორეზისტენტობა და ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ წავედ დგას ეს პრობლემა და ვცდილობთ რომ ასე ვთქვათ რაციონალურად გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები ბაქტერიოლოგიური კვლევის და სხვა არასპეციფიური კვლევის ასე ვთქვათ შედეგების მიხედვით იქნეს გამოყენებული, თუმცა პრობლემა ის არის, რომ როდესაც მომართავს პაციენტი, იმათ დაახლოებით 60-70% უკვე ემპირიულად დაწყებული აქვს ანტიბიოტიკოთერაპია, რაც ასე ვთქვათ მიუღებელია, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში ვირუსული პროცესია და ვირუსულ პროცესზე ანტიბაქტერიული მკურნალობა არანაირი ეფექტის მომტანი არ არის და პირიქით საზიანოა. აქედან გამომდინარე კიდე იგივეს გავიმეორებ, რომ აუცილებელია ჯანდაცვის რგოლის ინფორმირებულობა და იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ანტიბიოტიკურ რეზისტენტობასთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება თუ ამ რგოლში არ მოგვარდება ეს პრობლემა და იმასაც აღნიშნავ რომ ჰოსპიტალში არსებული უკვე მიკრობები არის საკმაოდ რეზისტენტული და რთულად სამკურნალო და რთულია შემდეგ დადებითი შედეგის მიღწევა. განსაკუთრებით რეანიმაციულ ასე ვთქვათ დეპარტამენტებში. ბოლო კითხვა გვაქვს ყველა დიასპორის წარმომადგენელთან. 30 წელია დაგტოვე ჩვენც და ფასანაურიც. ამ ხნის განმავლობაში ახლა რითი ეხმარებით ჩვენს ქვეყანას ან რა პროექტებს და რა კავშირი გაქვთ ისევ თქვენ სამშობლოსთან? ახსენეთ ფასანაური და ყოველი გამოსვლა ჩემი მთავრდება დედაჩემის სცენები. დედაჩემა იქ 45 წელი იმუშავა ფასანაურში და ფასანაური ჩემი ნაწილია, როგორც თბილისი და ინფექციური საავადმყოფო და თქვენ. ერთადერთი რაც შემიძლია, აი გაგიზიაროთ აქ როგორ კეთდება საქმე და გავაკეთოთ ისე, რაც შეიძლება ქართველებისთვის უკეთესი იყოს თვალსაზრისით და პირველად ჩავედი და ინფორმაციას ვიძლეოდე ბოტულიზმზე, ინფანტ ბოტულიზმზე, იმიტომ რომ მაშინ საქართველოში ეს არ იყო დიდების ბოტულიზმი. ლექციებს ვუკითხავდი, ხალხს ვისაც აინტერესებდა ამ ამბის მოსმენა და ძირითადად ეს იყო ჩემი ცოდნის გაზიარება. და აქ თუ ჩამოდიან ვიღაც ქართველები, ხშირად ხვდები ქართველ ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ აქ განათლების მიღება სამედიცინო სფეროში ძირითადად. და აი მას ველაპარაკებით და ადრე უფრო ადვილი იყო იცით კოვიდამდე, რომ ხალხი ჩამოდიოდა რაღაც უყურებდა ჩვენ აქ მუშაობის სტილს. ექიმე ქართველები ძალიან მონდომებული და განათლებული ხალხი ვართ. ესე იყო მუდამ და ესე იქნება. ყველას უნდა რომ ყავდეს განათლებული შვილი, რამოდენიმე განათლების და განათლება არის არაჩვეულებრივი იარაღი, რომ წინ გაიწიო და უფრო მიეხმარო შენ თავს და შენ საზოგადოებას, სადაც ცხოვრობ. და აი ახაც ნოემბერში ჩამოვდივარ საქართველოში სამედიცინო ინსტიტუტში ვლაპარაკობთ რა შეიძლება როგორ შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ რაც მე ვიცი, მე თქვენ გაგიზიარებთ, რაც თქვენ იცით, თქვენ მე გამიზიარებთ და ეს ყველაფერი ეხმარება ჩვენს მუშაობას, ჩვენს ცხოვრებას, ურთიერთობას, ცხოვრება გადის ძალიან სწრაფად. და ძირითადად აი ეს ჩემი ცოდნა და გამოცდილება თუ ვინმე საინტერესებს სიამოვნებით უზიარებ. რამდენი კონფერენციაც იყო, ჩამოვდიოდი და თუ რაღაცა საშუალება იყო რომ მოხსენება წამოგიხავ, კითხულობდი. ეს არის ჩემი ძირითადი დახმარება ქართველებს და საქართველოს ჯანდაცვის მიმართ.
დიდი მადლობა. შეგური ხდება არაფერს. გელოდებით ნოემბერში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და ნოემბერში გელოდებით, შეგხვდებით ალბათ. მადლობა, ნუ ეჩვენა. მადლობა ალექსანდრე, მადლობა სტუმრობისთვის და იმედია რომ გამომკლავდებით სეზონის ახლა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისათვის და საინტერესო მსჯელობისთვის. პროფესორი ქეთევან კობაიძე შეერთებული შტატების ემორის უნივერსიტეტიდან და ალექსანდრე გოგინავა გლობალ მედის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი იყვნენ. დღეს ჯანდაცვის სტანდარტში